ჩვენი თემა დღეს იქნება პლასტიკური ქირურგია. პლასტიკური ქირურგია. ძალიან საინტერესო და სასიამოვნოც და ასე შემდეგ. ძალიან კარგია და ძალიან აქტუალურია დღესდღეობით. ხო და ბევრიც ვიფიქრე სხვათა შორის რა. აბა რა იფიქრე? ისიც კი ვიფიქრე ხო არ მივიდე მეთქი რა სიტყვით. Facebook-ზე მომწერეთ მე მისასვლელი ვარ თუ არა. მაგრამ ბევრი ხო, ეხ მე. მოდი რა ვქნათ, ისი ჩვენს მაყურებელს ხوار გაუკეთოთ ეს რომ მოგწერეთ თქვენი შენი. ხო, ისე კაი რა შეუცვლი. ვის რა, ვინ რა შევიცვალოთ აკო. ისე შენ ერთი ორ წელს ზემოთ იგულისხმე, იმიტომ რომ ეხლა წელს ზემოთ ჩანვართ, ხო, ისე ხო არ ჩანვართ. შენ ერთი ორ კომენტარში შეიძლება გამოძრე, მაგრამ ედავანიკო ესე ადვილად. ჩვენ მაგარი შესასვლელები ვიქნებით. რა გითხრა რა. ხო, შემთხვევაში მე დავფიქრდი და მივხვდი ერთ რამეს რომ იცი რა, საზღვარგარეთ აბსოლუტურად სხვა მიზეზებით მიდიან პლასტიკური ქირურგიის ექიმებთან გასაკეთებლად. საქართველოში ცოტა სხვა მიზეზები შეიძლება იყოს. და რა მიზეზებია გეტყვი. თუ საზღვარგარეთ მიდიან მკერდის გასაკეთებლად, იმიტომ რომ უნდათ რომ კიდევ უფრო მიმზიდველები იყვნენ, კიდევ უფრო სექსუალურები იყვნენ, საქართველოში შეიძლება სხვა მიზეზითაც მივიდნენ. იცი რა მიზეზით? აი მაგალითად უნდა გოგოს მივიდეს და გაიკეთოს მკერდი და ეუნებიან რომ რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი მკერდი აქვს, ძალიან სექსუალურია, ძალიან მაგრა გამოიყურება, აი იდეალურია. და მაინც მიდის და რო კითხებიან რა გინდა რომ გაიდით და ლიკუნამ რო გაიკეთა. არა კი ეგ ალბათ არ. ლიკუნამ რო გაიკეთა და მეც მინდა თხო. ისე ითხოვს რომ თვითონაც გაუკეთოთ. კარგი. აი გავაკეთე განვადებას და მივიყვან ბაბუ. ლიკუნამაც გაიკეთა მე მანაც. აი რას გავაკეთებო განვადებას? ყავ შეყვება განვადების გადიდება? რა თქმა უნდა. ჯერ ერთს გაგიდიდებენ, მე ოღონდ სხეულის ხვანაწილი თავიდან უნდა ჩადო გარანტიის სახით. ეგ რა საინტერესო. და თუ ვერ იხდი რა ხდება? ის ნაწილი მიაქვს თუ რა? ის მე რჩება მათ. თულად ყოფილა საქმე. მოდი თუმცა შეიძლება მე ვიცი მაგალითებიც მაგალითად მკერდს ალომბარდებენ ტარების უფლებით. დადიხარ შენია, მაგრამ იქ მაინც იხდი. არც რო იკეთებ ტარების ხო მაგარი არის. დატოვებული შენ ისეთი ძვირიხის ლომბარდში არ უნდა დატოვო. შეიძლება. ტარების მე რომ მქონდეს დავტოვებდი ტარების უფლებით, ისეთი დრო მოვიდა სხვათაში. და თუ ვერ იხდი ეს ლომბარდის ზომებს გარცმევს ნე? თუ არ იხდი მე იტოვებენ, ან დაგიბლოკავენ და ვეღარ ხმარობ რა. და ამ პლასტიკური შენი პარტნიორი ვეღარ ხმარ. არაფერი. გადასახდელი ჩანს, მაგრამ არაფერი. ბევრი აქ ნაფიქრი ამას ამ თემაზე. მაგის ბიზნესი უნდა გავხსნა მე. ეს ჩემი ბოლო გადაცემა. იმას თუ დააკვირდი. მე ახალ ბიზნეს სფეროში გადავ. რას თუ დავაკვირდი? აი იმას თუ დააკვირდით რომ პლასტიკურ ქირურგიაში გარდა იმისა რომ ადამიანს რაღაც უნდა მოდურიც არის. ხო, აბა რა. აი მოდური რა, მაგალითად ხო არის ჩაცმის სტილი და აი მოდაში რაღაც სტილი შემოვა და შეიძლება საერთოდ იქამდე ამაზე არც კონდეს ნაფიქრი არც მოგწონდეს, მაგრამ როდესაც დაინახავ, ნუ არაფერი ცუდი ამაში არ არის, არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ნუ აი ძალიან რაღაც არის, რომ რაღაც ტენდენცია წამოვა და უმეტესობა იკეთებს ერთი და იგივე რაღაცას. აი მაგალითად, რა ქვია имас ლოყების ფილერი თუ ფილინგი თუ რა ქვია რაღაც. არ ვიცი. რა ქვია ამას ფილერი. ეს მართალი ვიყავი. ფილერი. ფილინგი ვაფშე სხვა სიტყვა არ ასისული. ფილერს თუ გაიკეთე ფილინგი მერე. ფილინგები მერე. ხო და მოკლედ აი ეს ფილერი რომელსაც ცოტა ოდნავ წინ წამოწეული ლოყები და ძალიან ლამაზია იცის ხოდა შორის. გრილად ამ რაღაცას ვერ ჩაული. ძალიან კარგია, მაგრამ ერთი რა არის, იცით ამ მოდურობის და ამ ტენდენციის გამო ყველა ერთი და იგივე რაღაცას რო იკეთებს ძალიან დაემსგავსდნენ ქალბატონები ერთმანეთს. ვინც ყველა ამ ერთი და იგივე ძალიან დაემსგავსდნენ. ხედავ რა შეასაქმე? რაში? აი, სოდვებია ეს. იმდენი იძახეს ყველა კაცი ერთნაირიაო. აი ნახე სად. აი სადუცია. ყველა კაცი ერთნაირია. ეხლა გახედავ. ყველა ერთნაირია. აი, ესეთია კარმა უბედური რამე. აბა რა, ეგრეა. სხვათა შორის მე ნახდათ ვერ ვიფიქრებდი რომ ოდეს მე გავიკეთებდი პლასტიკურ ოპერაციას. ავიკეთებდი. რას მიშოწერე? პლასტიკური ოპერაცია გაქვს შენ? შენ გაკეთებ და პლასტიკური. რა პლასტიკური ოპერაცია გაქვს? ადრე მე ხო ლამაზი ვიყავი შეჭი. ლურჯი თვალები მქონდა, ესეთი ტუჩები მაღალი ვიყავი რა და გოგოები მესრეოდნენ და მე ცოლი მოვიყვანე და აღარ გამოდიოდა და ეს ჩვეულებრივი სახე დავიყენე. ერთგულება არჩინე, შენ გენას აი კაცი. აი ეს ეგრე მოუწია ამას ხია. დიდი ამბავია, ყოჩა. ძალიან კარგია. აუ მე მანახე ფოტოები მანახე იმ ძველის რამ. არა ის წარსული წავშალე სამყარო. არქივებიდანაც აშლი. ის ამბავი თუ იცით, ის ძალიან ცნობილი ფაქტია, მეგობრებო. 2013 თუ 15 რაღაცა მაგ წლების პერიოდის ამბავია, მახსოვს ესეთი ნიუსი იყო, რომ ქმარმა უჩივლა ცოლს. სწორედ პლასტიკური ქირურგია იყო მთავარი მისი აზრით დავნაშო. ეხლა რატო უყურე? ტიპმა ჩინეთში მოხდა ეს ამბავი, მოიყვანა
ცოლი, იმიტომ რომ ძალიან მოეწონა ის და ძალიან ლამაზი იყო, მიზეზი ეს იყო მისი ცოლად მოყვანის, მოიყვანა ეს ლამაზი და მშვენიერი ცოლი, გამოხდა ხანი, შეეძინათ შვილი, ერთი, მეორე, მესამე და ეს ქმარი აკვირდებოდა, ჯერ ერთ შვილს დააკვირდა, მერე მეორეს დააკვირდა. ვერ დაასვა ხო? ერთ თვითონ მიიმსგავსა ვერც ერთი, ვერც დედას ვერ გავდნენ ეს ბავშვები, ვერავის ვერ გავდნენ. თუ შეიძლება, მოდი დამაჯერებლობისთვის ნახოთ ეს ნიუს. აი ეს არიან ეს ადამიანები, სახელები და გვარები, არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ აი ამ ტიპმა ამ ქმარმა თავის ლამაზ ცოლს უჩივლა რაზე, იცით? გაიგო რომ თურმე ეს ბავშვები იმიტომ არ გავდნენ არავის. თავიდან ალბათ ღალატი ეგონა. ეგონა რომ ღალატიაში დნმ-ში გადაიხადა ფული, ყველაფერი გაარკვია რომ აშკარად თავის შვილები არიან და მერე გაიგო რომ თურმე ცოლს მის გაცნობამდე ხონია პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული. განრისხდა კაცი, უჩივლა ცოლს. დაშორდა და გადაუხადა $120,000 ცოლმა ქმარს. უძმაო მაგას. არავითარი ხუმრობა აქ არ არის რა. არავითარი ხუმრობა აქ არის. ასე რომ დასათვლელია თავის დროზე ეს ხარჯები. ერთია რომ ესე იგი პლასტიკური ქირურგიის ხარჯს იკეთებ, მე თუ გიჩივლეს კიდე ემატება ზემოდან კაცს გაანგარიშებული რა. ისე ქალებზე გამახსენა ხან ქალზე მოყევი ეს ამბავი. ხო. იცი რა არის? ქალები მაინც აი კიდევ ერთხელ წუნდები რომ ბევრად ჩვენზე პრაქტიკულები არიან კაცებზე რა და პრაგმატული ტვინი აქვთ რა თქმა უნდა. ყოველთვის იციან როცა მიდიან პლასტიკურ ჩვენზე ძლიერებიც არიან. ყოველთვის ექიმთან რომ იციან რა უნდა გაიკეთონ, როდის უნდა გაიკეთონ, რატომ როგორი უნდა გაიკეთონ. როგორი უნდა გაიკეთონ. ყოველთვის როგორიც აქვს. აი ჩვენ მამაკაცები რომ აქტიურად დავიწყოთ ახლა იქ სიარული, იცი რა სულაც მივიღებთ, აი როგორც სუფრასთან ვიქცევით, ისე მოვიქცევით იქაც. ანუ შევალთ ექიმთან და რო გვეტყვის რომ რისი კორექცია სურთ, ჩვენ გვეტყვით რომ მოდი რა არის იცი? მოდი ყველაფერი ცოტ-ცოტა რა. ყველაფერი ცოტ-ცოტა, ლამაზად, საუფროსოდ, საუკეთესოდ. ცოტა ის გადიდება ხო არ გნებავთ? არა, გადიდება ყველაფერი რიგზია გენაზო. პროსტო ყველაფერი ცოტ-ცოტა რა. ჩვენ შემოგელოს შემიტოვე და გავიკეთებ ყველაფერი ცოტ-ცოტას. აი ამ ამბავს მივიღეთ ჩვენ კაცებმა რომ დავიწოთ იქ ყოველდღე სიარულე. მე ესე ვფიქრობ. ამიტომ ჩვენთვის ცოტა საშიშია იქ სიარულე. სხვათა შორის კაცებმა ძალიან ხშირად ვიაროთ, ეგ ძალიან კარგი იქნებოდა და მე ძალიან სულელი ვარო თავის დროზე არ დავიგრძელე თმები, არ გავიდიდე მკერდ. ყველაფერი ცოტ-ცოტა უჩები არ წამოწიე უკანა. ეგრე ხომ მეც მარტო წავიყვანდი იღბლიან ბორბალს, რა უნდა? ხარძალი მეგობარია. ანუ ასოებსაც შენ გახსნიდი, ხო იქ რომ ასოებსაც მე გავხსნიდი. დიახ, ეს სწორი პასუხია, უნდა გეფიქრე ეგ თავის დროზე. თავი მაშინ არ იყო რა, ესე აქტიური არ იყო პლასტიკური. ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა ეგ. ეხლა რა ბიჭი გვეძლებოდა. ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა, გარდა იმისა რომ ჩვენი კოლეგა იქნებოდი. შაბათ, კვირას ჩაგეხუტებოდით. იცი რა გოგო. უფასო. სხვათა შორის ამ ახალწლებზე ბევრმა ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა რაღაცა ეს პლასტიკური ოპერაციები ზოგმა მკერდი გაიდიდა, ზოგმა საჯდომი, ზოგმა მყვრიმალები რაღაცა და ეს ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნით მეც გავიდიდე რაღაც ამ ახალწელს. ღვიძლი. ეს ქირურგიული ჩარევით თუ დაჟინებული თხოვნით. ანუ აი ვანიკოს ღვიძლი გამოიყურება დაახლოებით ესე. მოკლედ ყველამ ვიცით რომ ეს პლასტიკური ქირურგია ერთობ ძვირიანი სიამოვნებაა. არ არის ადვილი საქმე, ხო? დაფი არ არის. დაფი არ არის. დახაჭირდება, ამიტომ მეგობრებო ყურადღებით. მე ჩემი მეგობრებისგან ვისწავლე ესეთი ხრიკი ერთგვარი, ქართული, თუ როგორ ავარიდოთ თავი ძვირადღირებულ პროცედურებს. და მივიღოთ შედეგი. პროცედურა აბა რა ქართველები ხომ საზრიანი გამჭრიახი ადამიანები. ხალხი ერხი ჯობია. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, აჰა, შენ საიდუმლო და გაიტანე ის ხალხში ნიკა. ედა. ჭიქა სტუდიაში თუ ფუჟერი თუ რა ცცც. ყურადღებით მეგობრებო. ჩვენს წინაშია აი ეს ფუჟერი, ჭიქა ერთგვარი. თუ ჩვენ გსურს ტუჩების გადიდება, მაგრამ არა გვაქვს შესაბამისი სახსრები. დაახლოებით ისეა, როგორც რუჯი, ხო, იცით, ლეყვის ნახაში. ეს ჟანრია დაახლოებით. აი ვიღებთ ჭიქას და ვიმაგრებთ ტუჩებზე. შემდეგ, როდესაც ტუჩებს ვათავსებთ ჭიქაში, როგორც წურბელა, მაქსიმალურად ვწოვთ იქედან ჰაერს, რასაც შეგვიძლია. ესე იგი, რომ გავიგოთ სწორად ვაკეთებთ თუ არა. ერთი წუთი, რომ გავიგოთ სწორად ვაკეთებთ თუ არა პროცედურას. ესე იგი, მართლა დაებერა. რაც უფრო უჭერთ ტუჩებს, როგორც წურბელა. თუ ძალიან გვტკივა, ესე იგი, კარგად ვაკეთებთ. პროცესი მიდის. თუ გვტკივა, რაც უფრო მეტად გვტკივა ტუჩები, მით უფრო ღიზიანდება, ესე იგი, ეს ტუჩები და მით უფრო სივდება, ესე იგი. მაქსიმალურად ცდილობა უნდა მივიღოთ. დონალდ ტრამპი
ერთი პაემანი ქაჩავს მეგობრებო, შემდეგ ისევ ჭიქა და ისევ იგივე პროცედურა შეიძლება ჩაატაროთ მკერდზე. უბრალოდ აქ ნახრეტი და ნასოსი და აი ხანცი. ორი ხანცი გინდა ოღონდ. მოკლედ მეგობრებო, თქვენ შეიძლება უბრალოდ გეგმით, მაგრამ მართლა არ არა, ერთი პაემანი კი ქაჩავს, მაგრამ შენ დაგავიწყე გეთქო რომ 12 საათამდე მე კონკიას პრინციპი ხდება რა. აჰა, როგორც კონკიაში 12 საათამდე გადაიქცევი, არა გაქვს რა. ან კი ყელტუჩათით შეგიძლიათ, მართლა თუთან ჭიქა არა გაქვთ, ყელტუ ან ცემეთ ტუჩები. ან მეგობარი და ერთი მუშტი შეიძლება. კიდე არის ბიჭებო დავფიქრდი ესეთ რამეზე, ისე მამაკაცების სიარულზე. რომ ეხო არიან ადამიანები, რომლებიც ხო, აბა. პანდემიის მეტი რა გამიკეთებია. რა და იცი რა არიან, ხო არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ესე იგი, აი ტიპიურ ქართველი მამაკაცის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ. ანუ ვერ ჯდებიან იმ ტიპიურ ქართველი კაცური, კაცი, ჯიგარი კაცის სტანდარტებში, რა და ფორმებში. იქნება. ხო, ამიტომ მაგათვისაც გამოსავალია ეს პლასტიკური ქირურგია, იმიტომ რომ როგორია ხარ რომ მიხვალ გესმის და შეგიძლია კატალოგს გადმოგიღებენ და დევს რისი გაკეთება გნება? რისი გაკეთება? ღიპები ცალკე, ყველა ზომის. ფორმების აბაბის, ყველა ზომის. კეხიანი ცხვირი, ყველა ზომის. გაიდე, კაი ღიპი. ჩამოიდე, კაი ღაბაბი, კეხიანი ცხვირი და კაცი ხარ კაცური. მის ტემბრზეც მოქმედებს თან ეს და ამ დროს წარმოიდგინე ცოლი რო შეგიყვანს, ეხ ცოლი მიგიყვანს, ხომ და კაცური კაცი უნდა სახში ეს ვინ არის სკალოია და მიგიყვანს იქა და შენ სანამ შეხვალ ესეთი ხარ რომ საყარელო ეხა მე ცოტა ვღელო, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება. შენთან ნამდვილი კაცური კაცი დაბრუნდები მე და შეხვალ. და რო გამოხვალ აი მითხარ ცოლი ხარ და ვერა კარგად გამოიყურებ. აი მე რა კარგად გამოიყურებ. მოგძრო შეკარგო. ავედით მენტალიტეტი ბიჭო იმიტომ რომ როცა ამ ფორმებს ისვრი მე სხვანაირი ხარ მე ხარ კაცური კაცი მე უკვე სათრეგძელოსაც რო ამბობ მოგისმენე აი ესე მე სერიოზული საფრთხეები მაქვს აი ეს რაღაც მაინტერესებს რა ეგეც გამოსავალია მე უბრალოდ აი ეს კატალოგი მინდა ვნახო სადაც აი ეს ღიპების ფორმებია მაგის დროს მოვა აი როგორი ღიპი გნებავთ კლასიკური თუ წვეთის ფორმის წვეთის ფორმის ჯერჯერობით მე მფიქრობ რომ ეს უნდა გავაკეთოთ შენს და მეც. აი ესე გამოვეცხადოთ, თავარი კაცები ვიქნებით მე. ჩვენი რა ვცადოთ, რა დავაცადოთ. ხო და რა მაინტერესებს ერთ რაღაცას ან ჯიგარი კაცები. აი ესე დავარ. დამთავრეთ? დიახ. ხო და რაც მაინტერესებს ეგ უნდა გითხრათ. ჩვენ ხო აი ოდესღაც ხარ, ოდესმე დამთავრდება ეს ცივილიზაცია, სადაც ვართ, რომელშიც ვართ, რომელსაც წარმოადგენთ. ნუ გაქრება აღიგავება პირისაგან მიწისა ალბათ 1000 მილიონი წლის მერე და რაღაც პერიოდის შემდეგ სხვა ცივილიზაცია აღმოცენდება, ხო? ხო, აბა. მე დააკვირდით ახლა იმ ჩვენს სამარხებს რო გათხრიან ისინი. ეხლა რა გადმორთავს რა საინტერესო იქნება რა. თავარ ბიჭებზე დააყენეთ ეგრე აი რა დახდება სამარხებში? სილიკონის ძუძუები, სილიკონის ტრაკი, ამას ალბათ ვერ მიხვდებიან რა იქ. არა, იქ უბრალოდ მართლაც ამბობ. მარტო ესენი გახდება. დარჩება. არის ხო, არ მუშაوده ასე ვთქვათ მიწა. მე გარდაცვლილი აღარ იქნება ის არ ვიცი ისინი რას იფიქრებენ ეს რა არის, მაგრამ ზუსტად ვიცი რა დაერქმევა ჩვენ ერას. ხო იყო ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, ეს იქნება სილიკონის ხანა, ა? ისე რა, მაგარი უცნაურია. რა, ძალიან ბევრი წლის, აი 3200 წელი როა და იღაც იქაო იმდროინდელი არქეოლოგი რომ საფლავს გადაკეკავს და კაი სილიკონის ტრაქს რო ხედავს და რო ფიქრობენ რაშია საქმე. რა არის ნეტა? რაშია საქმე. არა, კიდე ერთი რამეა ბიჭებო, პლასტიკური ოპერაცია ჩვენთვის გახდა ეხლა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აქ არავინ რა დროს ესთეტიკა და რა დროს კარგად გამოიყურებიათ, მოგ გადასარჩენად გვაქვს თავი. საქართველოს იმხელა საგარეო ვალები გვაქვს. ჩვენ თუ პლასტიკური ოპერაცია არ გავიკეთეთ, არ დავიმალეთ შარია. თელმაერ მაგავიქა. საერო რუმინეთში დავიმალეთ. პლასტიკური ოპერაცია უნდა გავიკეთოთ, იმიტომ რომ დასამალად გვაქვს მეგობრებო საქმე. გავუკეთოთ. ქვეყანას გავუკეთოთ პლასტიკური ოპერაცია. საქართველოს იქნება სხვანაირი და აი მანდ უკვე როგორც ვეღარ გვიპოვეთ. მევალეები ვეღარ გვიპოვეთ. ჩვენიერი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობა მოусმინეთ ნიჭიერ ადამიანებს. დიახ. მე დავიწყე აუცილებლად უნდა ვიყარო კენჭი პრეზიდენტობას და აი ეს იქნება ჩემი ვალების ჩამოჭრის პროგრამა. აზრი არა გაქვს. არაფერი არ გვეშველება, ბევრი ვალი გვაქვს, ყველამ გავაკეთოთ პლასტიკური ოპერაცია. აი ეს იქნება ჩემი პირველი დაფინა. ჩვენიერი საერთოდ. აი გამოსავალი იყო. ესეთი ამბავი მოხდა რა. ესე დიალოგს მოუყარიყური, რომ ერთმა გოგონამ მეორეს უთხრა, რომ თავის შეყვარებულზე უნება, რომ გოგო, ნუ აი პანიკომ კბილები ჩამისვა, ახალი კბილები ჩამისვა და ნუ ახლა ბიჭო, ხო ვითომ ხერხული აქ არაფერი არ არის. აბადების დღე. და თან გოგოს რაღაცნაირად ემეტი ჩერებოდა, რიცი რამდენი ფული გადაიხადაო ამაშიო რომ ვანიკომო ხო თან? არა, ნუ ანტონიო რა პირობითად ხო და იცი რამდენი ფული გადაიხადა. ხო ერთი შეხედვით არაფერი არ არის, ჩეულებრივი ამბავია, რომ ბიჭმა საყვარელ გოგონას რაღაც ლამაზი კბილები ჩაუსვა და ამაში არ დაენანა, თანხის გადახდა, ბევრი ფული გადაიხადა. გარია. ხო, მაგრამ ეხა უკვე საქმე რაშია სინამდვილეში.
აი ეს კბილები, რომელიც ამ ბიჭმა ჩაუსვა ამ გოგოს. 2 კვირით ადრე კონფლიქტის დროს თვითონ ჩამოუღო ამ გოგოს. ოიმე. კი, და შემდეგ ჩაუსვა ასე რომ მეგობრებო თუ კბილებს ჩამოგიღებენ, ან ცხვირს გაგიტეხენ, ან სახის სხვანაირ კორექციას გალდატანებით გაგიტეხენ. დაუმაზვრა, ამ დროს მარტო პლასტიკურ ქირურგიას კი რა, პატურსაც მიმართეთ. პლასტიკურ ქირურგთან ერთად დარეკეთ საპატრულო პოლიციაში და შეიძლება კბილები შევინარჩუნოთ, ცხვირი შევინარჩუნოთ და ასე რომ კვილად არ ახსენე ჩემო ნიკა, ეხლა წამოდი მე შენ სახის კორექციისთვის გაგამზადებ, რომ კარგად აი ეს სახალხოდ არ გინდა რა. არა, იქით. არა, ეგეთი რა გაწყენინეში. აი ეს ეცია. კბილები უნდა ჩასასმელად გარი ახლა რამე გავყავარ ბიჭო. გავყავარ, ხალხო გავყავარ ბიჭო. მე მარტო დავჭიცით, მალე სახლის გაარჩევენ დაბრუნდები.